Red Black Dance Studio წარდგა თქვენს წინაშე უნიჭიერესი ახალგაზრდა მოცეკვავეები, მათი ცეკვის სტილი და პროფესიონალიზმი გულგლის ნამდვილად ვერავის ვერ დატოვებს, ისინი კიდევ ერთ ნომერს შემოგთავაზებენ, ამიტომ იყავით ჩვენთან ერთად არჩით ბოლომდე და უნდა გავიგოთ ახლა ამ ადამიანების შესახებ ყველაფერი, თუ კი რამე არ ვიცით. ბექა და ნიკა ნოზაძეები არიან ჩვენი სტუმრები. მადლობა მოწვევისთვის. დილამშვიდობის ბიჭებო, მადლობა ამოისუნთქეთ, სწორი წუთი ამოისუნთქეთ. ვიცი, ცეკვის მერე ყოველთვის ძალიან რთულია, რადგანაც ამ სილამაზე რაც ახლა ჩვენ მაყურებელმა იხილა ძალიან ღლის, განსაკუთრებით დიაფრაგმას, რომ მერე სწორად გვასაუბროს და არ ამოვიქოშოს. რა ვიხილეთ, მოგვიყევით არც ეს არის. იცი რა არის, ნახე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ამ ადამიანებთან მიმართებაში წლებია ვიცნობ და ვუყურებ მათ განვითარებას და პროგრესს და რაღაცნაირად თვალყურს ვადევნებ, იმიტომ რომ ხო მიყვარს ნიჭიერი ადამიანები და ბუნებრივია გულშემატკივრო ყოველთვის. არც ეკვასთან მოხდა ისე ჩემს ცხოვრებაში, რომ არც ეკვასთან არ ვარ შორს, იმიტომ რომ თავი დროზე ბევრი წელი 10-15 წელი მაინც მომიწია ქართული ცეკვა. ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო და რა ელემენტებიც ახლა აქ დავინახე ამ ბიჭების ქორეოგრაფიაში კიდევ უფრო მსიამოვნებს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაც არის რომ დღევანდელ დღეს ეს ანონსის დროს თქვი რა ძალიან მსიამოვნებს, როდესაც თუ კი რამით შეგვიძლია ქართულ ცეკვას თანამედროვე ბავშვი გამოვაბათ და დავაინტერესოთ და რაღაცნაირად იმ თანამედროვე ჟღერადობას, რაც გვაძლევს დღევანდელი მუსიკა, ხო და ქორეოგრაფია, სხვადასხვა მიმართულებით, ძალიან ბევრი ჟანრი და მიმართულება. თუ შეიძლება ამის სინთეზმა კიდევ უფრო მოხიბლოს ბავშვები და შეუყვარდეთ ცეკვა, ამაზე კარგს ვერ იზავს ვერც ერთი მშობელი რომ მიაბაროს ამ ადამიანებს. იმიტომ რომ ის სიუხეში რაც აქვს ჰიპ-ჰოპს მაგალითად, რომელიც პატივს ცემ რა თქმა უნდა მომწონს, მაგრამ ის სიუხეში რაც აქვს და გოგოებთან მიმართებაში მაინც ქალთან უფრო სხვა ქალური ნაზილეთები მომწონს ხოლმე. თქვენ შემთხვევაში ბიჭებო, ეს ყველაფერი ისეთი ნაზავი და სინთეზია, რომ მე მგონი ხაირია ყველაფერი, ქალური და კაცური ირეთი აღარ არსებობს. არა, სხვა რამეს ვიძახ, ილეთი არა. არა, თიკა ილეთზე არ მაქვს საუბარი. მე გეუბნები, ნახე, ხო, როდესაც ქალი ჰიპ-ჰოპს ცეკვავს, ძალიან მაგარია, ძალიან. მაგრამ მაკლია ხოლმე ის სინაზე. ხვდები და ამ შემთხვევაში ისეთი ნაზავია გაკეთებული, რომ კიდევ უფრო დამაინტრიგებელი. ანუ მამაკაცის სიუხეში არის ცოტა გაშალაშინებული და დარბილებული და კი ბატონო, ერთია ჩვენ როგორ ხედავთ მე მადლობა ჩვენი წარდგენის. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ყველაფერი თქვის ასე. ეხა თან ამოგასუნთქე და თან დავაფიქსირე კიდევ კი ბატონო. ხო, ზოგადად ეს სტილი ექსპერიმენტის სახით შეიქმნა თავიდან, ეს ბოლდ რა იდეა რაც მოგვაწვა. ძალიან ცოტა ადამიანის გამომწერი ვარ, იმიტომ რომ არ ვარ აქტიური და თქვენი ვარ. მართლა. ვიდეოებს ვუყურებ ხოლმე და გიცანით რომ დაგინახეთ ესენი ისინი არიან. მადლობა უღრა. დიდი მადლობა. ხო, იდეა გქონდა, ცადეთ, მოგვეწონა, მე ხალხსაც გაუზიარეთ, იმითგანაც ქართულ თანამედროვე ცეკვობთ. ჩემთვის არის ქართული კონცეფცია. ქართული და თანამედროვე რასაც წლებია ვცეკვავთ ჩვენ თანამედროვეს ქართულებსაც ვცეკვავთ ბავშვობაში, ესე ვთქვათ, გავაერთიანეთ და ხალხს რო გაუზიარეთ, უკვე ყველას მოეწონა. დიდი სიყვარული ვიგრძენეთ, გულები გაგვითბო ხალხმა, ასე ვთქვათ და მე გადავწყვიტეთ, რომ უკვე შეგვეძლო რომ გავკეთებინეთ ჯგუფი, სექტემბრიდან ვაკეთებთ ჯგუფს, სადაც ამ სტილს ჩამოვაყალიბებთ. კონკრეტულად ეს იქნება, ეს მიმართულება. ეს მიმართულებასაც ვამატეთ სტუდიაში, არ გვექნება. ყოფილ სტილად ჩამოყალიბდეთ, ასე ვთქვათ, ქართულ თანამედროვე ცეკვა და ასე ვთქვათ, უკვე მოსავლები ყავდეს, გავაკეთოთ ჯგუფი, გქონდეს გამოსვლები. პირველები არიან, სანამ ეს ხები დაიტაცებენ, პირველები არიან და ეს მინდა დაფიქსირდეს. აქვე. ეს მინდა რომ აქვე დაფიქსირდეს. ხო, ეს ექსპერიმენტები ჩვენ 2021-ში დავიწყეთ აჩიკოში ედიცი. მე პაუზა გქონდა და ზუსტად ხალხიდან გამომდინარე და გავაგზავნეთ ეს, რომ აი კიდე რატო არ აკეთებ და ძალიან კარგი მუსიკალური ჯგუფი აღმოვაჩინეთ, ასე ვთქვათ, რომელმაც მართლა მოგწა საშუალება, რომ ეს პროდუქტი შეგვექმნა და სხვათაშორის რა ვიცი, ძალიან კარგი გამოხმაურება მოხდა და უცხოელებში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით ძალიან მოწონს. ასე ვთქვათ, უცხოელები, ასე ვთქვათ. ხო, იმიტომ რომ ნახე, არის ქართული ელემენტები, რომელიც ძალიან კარგი საყურებელია და ჩვენია, რაც ჩვენია, კი ბატონო, კოდიდებს და არის რომ ის სიუხეში, რომელიც შერბილებულია და გათანამედროვებულია, კიდევ უფრო ეგზოტიკურს ხდის ამ ჟანრს. ჩემთვის წეღანაც საღვნიშნე, ეს არის ქართული კონტემპია ჩემთვის, რა, ქართული კონტემპია, იმიტომ რომ ეს არის ქართული თანამედროვე ცეკვა, კიდე სხვა რაღაცა არის და ჩემთვის არის აი ეს ნაზავი, რომელიც
როდესაც სხეული უფრო მეტ ყვება. ცეკვისას ისე უგრძნობთ თავს, ისეთი კარგისა ცეკვია, ისეთი რომ კი, ამ სიამოვნებს და ძალიან არის სტრესები ამ ცეკვისას. ხო, ჰაეროვანია, რაღაც უფრო აი დაძაბული არ არის, სუნთქავს, მოძრაობს, აი მუსიკას გადმოსცემს სხეული, აი თითოეულ პიმ ბუმ. მიხდი, ანუ აი არანაირი ის არ არის, რომ სტანდარტები არ გააჩნიათ. ხო, რა მომწონს, იცი, ქართულ ცეკვაში ქალბატონების მიმართულებით, ნახე, ის კრემამოსილება რაც არის ცოტა გაუხეშებული და მამაკაცის სიმკაცრე რაც არის, ისაა ცოტა შერბილებული, უფრო გაადამიანურებულია. არ ვაცლი არავის არა. არა, გეთახოს, სწორად გავგზავნებული აბსოლუტურად ყველაფერი. ხო, ვერაფერს ვერ დავამატებ. რაც შეიძლება ვიღაცისთვის თქვას, რომ დაუშვათ არ არის ის რაც მოსწონთ, მაგრამ ზოგადად ხელოვნება არის, აი არ უნდა შევწყვდოთ ხელოვნება, ეს არის დიდი სფერო და ისიც დაეტევა, ყველაფერი გვაქვს ქართველებს და ახლის არ უნდა შეგვეშინდეს, ზოგადად გვეშინია ხოლმე ქართველებს ახლის და ისიც უნდა დავაფასოთ, ესეც უნდა მივიღოთ, ასე ვთქვათ და საერთოდ გასაქანი უნდა მივწეთ. არ უნდა შევწყვდოთ არანაირად, თორემ მაგ დროს დავიჩაგრებით ყველანი აბსოლუტურად ყველა სფეროში. იცი და მაინტერესებს, რა არის ის რა მოძრაობა ან რა ის არის მუხტი, რომელიც აკართულებს იმ რაღაცნაირი ჰიპ-ჰოპის მოძრაობას, რომელსაც თქვენ დამწლებია მიეჩვიეთ. ხო, ეს არის უფრო მხარი, თუ დგომი, თუ აი რა არის, ხა მე დარჩილი ვიდახ, ეს დახრილი თვალი გოგოებს რომელსაც გქონდათ. მე მგონი მარტო ქართულ ცეკვაშია თქვა და მე არჩილმა ტანგოც გაიხსენა. ხო, ტანგო არის კიდე სადაც სხეული კარნახობს იმ დამოკიდებულებას. აი ჩემი აზრით აი ვაიბს რო ვეძახით თვითონ დაჭერილი გვაქვს ზოგადად ეგ ნიშა რომ რაღაცით ქართულსაც გავდეს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ილეთები არის შეტანილი რაღაც ქართულის, ხო? მაინც რაღაცა დოზით მაინც შეცვლილია და ზუსტად იდენტური ის არ აქვს. ამ თავდაჯერებულობის, თავშეკავებულობის და შეგრძნება ალბათ თვითონ. აუცილებლად. ხელი აუცილებლად ალბათ უნდა მოგწეს ესეთი და რომელიც კარნახობს ილეთის გაგრძელებას. პოზიცია და ხელის წევანი არის. ხელოვანი ქართული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნამდვილად კი. მე ძალიან აკართულებს. და რა დონის ცეკვის ცოდნა უნდა რომ გამოგივიდეს ეს მიმართულება. იმიტომ რომ მარტო იოლებით შეგრძნება. მარტო ქართული კიდე სხვა არის. აი ეგ ცოტა პრობლემა. შეიძლება ესე რომ შეხედოს ადამიანმა, ნუ მარტივისაც გავჩანდეს, მაგრამ ტექნიკას მოითხოვს, ძალიან დიდ ტექნიკას მოითხოვს, რომელსაც გამომუშავება უნდა, დრო უნდა, ამიტომ აი დავუშვათ, რომ 6 წუთი. ზუსტად ის იმ სუბუქერო დაინახო, რომ თითქოს არაფერია. რომ ადამიანი გიყურებს, ისად მაყურებელი სუნთქავდეს და არა დაწაბული იყოს და კი. ეს შეიძლება სიამოვნება მიიღოს. ტექნიკა შეიძლება უდიდესი, თანამედროვე ცეკვაში ტალღების ტექნიკა შეიძლება, ქართული ცოდნა შეიძლება, რა თქმა უნდა და ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ზოგადად ყველა სტილის ცეკვაში გრძნობა და ჩართულობა. მუსიკალურობა. აკეთებ სექტემბრიდანაც დაანონსეთ. ეს არის მოყვარულთა ჯგუფი, რომლებიც შეძლებენ სწავლას თუ ეძებთ პროფესიონალებს იმისთვის, რომ შეკრათ თქვენი პროფესიონალებს რომ შეკრათ ჩვენი ჯგუფი, შემდეგ უფრო გავზარდოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი დადგმები, უფრო მასშტაბური გავხადოთ, მეტ ადამიანი მოიცვას და ვიცეკოთ კონცერტები გავმართოთ, ღონისძიებები გქონდეს, ასე ვთქვათ და სხვათა შორის გქონდა უკვე გახსნაზე ვიცეკოთ ერთ-ერთი ახალი თეატრი გაიხსნა, ეს ამიტის ქვეშა თეატრი. სკენე, რომელიც 2 მაისს გვექნება კონცერტი. ეს იქნება ჩვენი პირველი გამოსვლა, ასე ვთქვათ და აი ამ ჟანრით ხო? აი ამ ჟანრის ზუსტად და ძალიან გვიხარია და ერთი სული გვაქვს. მუსიკა რო ახსენეთ, უფრო მეტი დეტალი გითხარით ამისთვის მუსიკოსებთან ერთად გაერთიანდით, რომლებიც თქვენთვის გააკეთებენ ცალკე მუსიკალურ ნაწარმოებებს. მუსიკალურ ნაწარმოებები ეკუთვნის თუ არსებობს ის დუოს უნიჭერესი ბიჭები არიან, რომელიც აი მართლა საოცარ მუსიკას ქმნიან და შესაბამისად მათი ესე კონკრეტულად ჩვენთვის არ იქნება, მაგრამ სამომავლოდ რა ვიცი, შეიძლება რომ ეგეც იყოს, ხო? იმიტომ რომ ესე ჩვენთვის როგორც აღნიშნე უკვე ექსპერიმენტი არის და ჩვენს განვითარების ეტაპზე დრო განახებს. ექსპერიმენტულად AI-საც შეიძლება დააწერინოთ. ნაკლები სანერვიულო იყოს, ვინმე გამოყენების, ამიტომ შეიძლება რომ ესე არავინ არ შეგედაოთ მე რომ აი მე ჩემი ცეკვისთვის დავაწერინე და იყენებენ მე ამას და ხო მაგათანაც კომუნიკაცია რა თქმა უნდა გვექნება როცა ეს ფართო აუდიტორიაზე მოდით კიდე ერთი ცეკვა ვიხილოთ რომ არ დავჭით ამ სიამოვნების გარეშე რადგან მე რეკლამა გვიახლოვდება ამიტომ მოვასწროთ ეს ცეკვაც Red Black Dance Studios მორიგი ცეკვა ქართული თანამედროვე კონტემპორარი როგორც შეიძლება ჩუბინაზე რომელიც ყველას უყვარს კი ბატონო რასაც სიამოვნება წარმატებები ბიჭებს და აი ამ მიმართულებით მადლობა თქვენ მეგობრებო